ახლა ჩვენ სტუდიაში უნდა გადმოვიდეთ თენგო თევზაძესთან ცვლილების კოალიციიდან. თენგო, მადლობა ძალიან დიდი რომ ხართ ჩვენთან ერთად. ისე გამოვა რომ მაინც უნდა მივიდეთ ამ თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ არა, მე მაინც მინდა რომ ვისაუბროთ ამ საქმეებთან დაკავშირებით. ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ ჩვენი დრო ნამდვილად დაუთმოთ მათ. 21 წლის გიორგი მიდაძეს 5 წელი მიუსაჯეს პიროტექნიკის გამოყენებისათვის. ყოველი ასეთი სასჯელი არის დამატებითი მძაფრი ემოცია, თუმცა ეს ემოციები მოდის შეუძლებლობისგან, რაღაცის უსამართლობის შეგრძნებისგან, ხო? როგორ აღწერდით თქვენ ასეთ დღეებს? პირველ რიგში გამარჯვება გიორგი მინდაძეს ამ ბიჭს. მე გზაში უსმენდი დედის კომენტარს, რომელიც ძალიან ემოციური იყო. და უსმენდი იმ ადამიანების, მისი მეგობრების და აქტივისტების კომენტარებს. ძალიან ემოციური იყო ეს და ყველა ესეთი უსამართლო გადაწყვეტილება და მოლოდინი არ გვაქვს სხვა გადაწყვეტილების. პირადად მე მიასმაგებს მოტივაციას, რომ ამ ბრძოლაში, რეალურ ბრძოლაში ვიყო ამ რეჟიმთან და ის სიცხოველე თუ არ ვიცი რა დავარქვა, ეხლა ძალიან ვცდილობ პატივიქცეთ თქვენს მაყურებელს იმას, რასაც იქ ვიღაც ხალხი, რომელსაც რაღაც ფორმა აწვიათ, ყვითელი თუ რაღაც ფერის ჩადიან, იმიტომ რომ ისინი არც სახელმწიფოს წარმოადგენენ, არც სასამართლოს წარმოადგენენ, არც იმ დავალების შემსრულებლები არიან, რომელიც რეალურად მათ უნდა კონდეს. ადამიანები, რომლებიც იქცევიან მხეცურად და ურტყამენ ქალებს, მშობლებს, პოლიტპატიმრების, ძალადობენ ოჯახის წევრებზე. ყველა პოლიტპატიმარი, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა ამ თვის განმავლობაში დიდი ალბათობით გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა მათ წინაშე, ოღონდ ეს იქნება უსამართლო და არა გამამტყუნებელი, უსამართლო განაჩენი დადგება, ამ ადამიანებს უსურვებ გამარჯვებას. ამიტომ ვთქვი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ებრძვიან რეჟიმს და ებრძვიან იმ ხნეობით, რომელსაც აჩვენებენ. მაგალითია დღეს გიორგი თუ როგორ შეხვდა წინასწარ და რა მოლოდინი ქონდა მას და მაგალითია გიორგის დედა როგორ შეხვდა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომ ისინი არიან არა ადამიანები, ჩვენ ვართ ადამიანები, ისინი არიან არაპატრიოტები და ემსახურებიან რუსებს, ჩვენ ვართ პატრიოტები და აუცილებლად გაიმარჯვებს. აი როგორც თქვენ გიყურებთ. ისე ვარ დარწმუნებული. რა არის რწმენა, როცა გაქვს ადამიანს? რწმენა არის, რაც არ იცი, არ შეხები ხარ, არ გინახავს, რწმენის დონეზე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ეს შეიძლება იყოს უახლოეს პერიოდში, ეს შეიძლება იყოს ცოტა გადადებული და გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ რწმენის დონეზე მჯერა, რომ ჯალათები ვერ გაიმარჯვებენ. არც 30-იანი წლებია, თლად ესეც არ ვართ იზოლაციაში. და ვნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება. ჩვენ პარტნიორები მიუხედავთ იმისა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის რთული თემ სოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ვიცით ხო რაც ხდება აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთის გავლენების ბრძოლა ადგილზე და ებრძვის ადგილობრივ ხელისუფლებებს აზერბაიჯანის და სომხეთის. საქართველოში ვიცით რომ რუსეთს მიაჩნია რომ ეს ბრძოლა მათ სასარგებლოდ დასრულდა და აქ რუსული რეჟიმი ხავს, მასთან მოთანამშრომლობ რეჟიმი, მაგრამ ეს ადამიანები მიათმაგებენ მოტივაციას და მიასმაგებენ მოტივაციას ბრძოლის, იმიტომ რომ გამორიცხულია 21 წლის გიორგი 5 წელი, 4 წელი იყოს ციხეში და ჩვენ თქვათ რომ რეჟიმთან ვითანამშრომლებთ. ან ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, საბა სხვითარიძე, ახობაძე, ყველა ის პოლიტპატიმარი, ნიკა კაცია, რომელსაც შეიძლება ხვალ უადო გამამტყუნებელი უსამართლო განაჩენი დაუდგეს. და ჩვენ ვთქვათ, რომ რეჟიმთან ვითანამშრომლებთ, უბრალოდ გამორიცხულია და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, თუ ვინმე დარჩა ქართულ ოცნებაში ცოტა რაციონალურად მოფიქრალი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხვდებიან პრობლემას, იმიტომ რომ მეორე მხარეს თანამშრომლობის სრული და წინააღმდეგობის სრული კი არა, უკვე ბრაზი გროვდება. ბრაზი გროვდება ვინაიდან გამორიცხულია მშობელი, მეგობარი, თანამოქალაქე, მეზობელი შეეგუოს იმას, რის ნორმალიზებასაც ქართული ოცნება ახლა ცდილობს. რომ შეეგუოს ვიღაცა აი ცხოველის ვიზუალის ადამიანმა ურტყას ჩვენი ოჯახის წევრებს, ძმებს, დებს, მშობლებს, შვილებს და ამას ჩვენ შევეგუოთ. უბრალოდ ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი მოქალაქეები. არ ვკადრულობთ ისეთ უკადრებელს, რასაც ეს ნაძილები კადრულობენ. ჩვენ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში ვიქცევით
ვამბობთ რომ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან და ვეწინააღმდეგებით რეჟიმს. ეს არის ის რაც მათ განსაკუთრებით აწუხებს და კიდევ ერთხელ განმეორდები წმენის დონეზე მჯერა რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. სხვა გზაც არ არსებობს. ჩვენ ბრძოლაში უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს. მაშინ ჩვენ ამ ქვეყანაში როგორც ადამიანები, როგორც პიროვნებები, შეიძლება ადამიანი ფიზიკურად იყო, მაგრამ როგორც პიროვნება დასრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე აქცენტირება არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა აუხსნათ საზოგადოებას და მოვემზადოთ თანმიმდევრული წინააღმდეგობისთვის. მათ შორის ამაზე პასუხისმგებლობა იქნება ოპოზიციის. მოდი თენგო გადავიდეთ ახლა პრაქტიკულ ნაწილს, ხო? ახლა წმენა ერთია, მაგრამ ამ წმენას ორგანიზება ჭირდება, ხო? და ორგანიზების მხრივ საქმე თქვათ კარგად არ არის. იმიტომ რომ ერთი რასაც ნათლად ჩანს, ახლა ხატია დეკანოვიძეც იყო აქცენტურად, მე მაგალითად რასაც ვხედავ, არის ის რომ აქედან ორ თვეში, რა ვიცი, სექტემბერში, უფრო მალეც მოხდება ეს, რა ვიცი, ახლა რაც ჩანს, ლელო დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, კახარია დაიწყებს, მისი პარტია დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, თქვენ ბოიკოტის კამპანიას დაიწყებთ, ნახავთ ურთიერთ ლანძღვის უბედურებას. არა, არ ვნახავთ? არა. აბა როგორ ხედავთ? არა, მე ძალიან მარტივად. მე თქვენ ეთერში ვთქვი ზუსტად პირველად. თქვენთან ვიყავი სტუმრად და ვთქვი რომ დაეგავიდნენ. ამ ბრძოლაში უნდა ვიცოდე მე თენგო თევზაძე, იმიტომ რომ მე გვარები ჩამოვთვალე, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი თანამებრძოლები მათთან ერთად ბევრი დრო მაქვს გატარებული. ასევე არიან დღეს გიორგი, რომელსაც საერთოდ არ ვიცი. ეს ხალხი უნდა დავიხსნათ. და ეს ქვეყანა უნდა დავიხსნათ. მარტო ეს ხალხი არა. მთლიანად სახელმწიფო და ეს ადამიანებიც მაგიტომ ცხედან ციხეში. ვინც თანამშრომლობს რეჟიმთან, ითანამშრომლოს. მე მირჩევნია ზუსტად ვიცოდე რომ ჩვენ პოლიტიკურ ნაწილში რამდენი პოლიტიკური პარტია და ამ მომენტისთვის 8 არის ჩვენი თანამებრძოლი. სხვათა შორის შეურაცხყოფელია ძალიან ზოგიერთ პარტიაზე, როცა საუბრობენ რომ აი ეს 3% ქონდა ლელოს წინაარჩევნებზე, ხო, რომელიც აღიარებული იქნა მათ მიერ და პარლამენტში შევიდნენ 3 რაღაც. იგივე ქონდა ევროპულ საქართველოს, გონი ცოტა მეტი. იგივე ქონდა სტრატეგია აღმაშენებს, უბრალოდ ისინი კოალიციებში ორი ახალი პარტია, ევროპული ის ფედერალისტები და თავისუფლების მოედანი. რა ვიცით რა კონტრიბუცია შეიტანეს ამ პარტიებმა თვითონ ლელოს კოალიციაში, ხო? ლოგიკური, ან ფედერალისტების როლი რა იქნება მომდევნო არჩევნებებში, რომელიც აუცილებლად იქნება ამ ქვეყანაში. ეს რაღაცა აი ქართული ოცნება საუბრობს ეს. რომ ჩვენ ვართ და დანარჩენი ერთი პარტია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეხლა მთლად ორი ქართულ ოცნებას უნდა ვემსგავსებით. ვინც უნდა გაიგოს იმის გასაგონათვალო. რაღაც ეგ სიმულაციურ პოლიტიკურ დღის წესრიგს რო თავაზობენ, რომ თითქოს წყალი არ მოდის სადღაც და ეგ აწუხებს ეხლა პრიორიტეტულად საქართველოს და ქართველ მოსახლეობას. და ის არ აწუხებს, რომ 4 წლიანი პატიმრობით უდანაშაულო ადამიანი, იმიტომ რომ პიროტექნიკა გამოიყენა, ან საერთოდ არ გამოიყენა, გასარკვევია ეს, მიდის ციხეში. სიმულაციურ რეალობაში ჩვენ ვერ მოვექცევით. გამორიცხული პროცესის ნორმალიზებას ჩვენ არ შევეგუებით. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ჩვენ კამპანიას დავიწყებთ, რომ ბოიკოტია მნიშვნელოვანი მხოლოდ არავითარ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას. აი რას ნიშნავს, რას გულისხმობთ? წინააღმდეგობის მოძრაობა. ხშირად გვესმის ეს წარწერა და ეს სიტყვები დაიცალა მნიშვნელობისგან თითქოს. როგორც სიტყვა ერთიანობა დაიცალა, იმიტომ რომ ყველა იძახს ერთიანობას და ერთიანობა არ გამოდის. ვაპატით, მაგრამ ესე არის ეს წინააღმდეგობის ჩვენ გავწინა როგორი იქნება ეს? აი რაღაც დაგვანახეთ, აი აღწერეთ თენგო როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას. გავიგეთ რომ არჩევნები ეს გზა არ არის. გავიგეთ რომ ბოიკოტი ქვია იმას, რასაც აპირებთ ბოიკოტი ქვია არჩევნებში არ მონაწილეობა და ამისკენ მოწოდება. უბრალოდ ეს თანამშრომლობა ქვია. ნუ ახლა ბოიკოტი ქვია, მაგას უბრალოდ თანამშრომლობა დავუკვირდეთ. აი ძალიან საინტერესო შეკითხვა და მოდი ამას გავშლი და დაუბრუნდები იმ პირველ ნაწილს. ბოიკოტი ჩვენ იმას კი არ ვეცდებით რომ ბევრი ამომრჩეველი მოვიდეს ან ნაკლები. ეს ისედაც ეგრე მოხდება. ან შეიძლება ქართულმა ოცნებამ ჩაატაროს ისეთი კამპანია, ოღონდ მოდი, ან რაც უნდა ის დაწერს საბოლოო ჯამში. რასაც ჩვენ ბოიკოტი კი არ არის მხოლოდ ჩვენი დღის წესრიგი და წინააღმდეგობას ჩვენ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან. რაში გამოიხატება რეჟიმთან არ თანამშრომლობას? არ მონაწილეობთ არჩევნებში და არ შეუქმნით კონკურენციის სიმულაციას. ერთი, მეორე, რეგიონებში 8 პარტია
და ამის გეგმას მომდევნო კვირაში აუცილებლად გავაცნობთ სტრატეგიას, გეგმა ცოტა ისეთი, აი გეგ თუ რამე სიტყვა გაუფასურდა გეგმაა და უკვე სიტყვების გამოყენებასაც ვცდილობთ რომ რეგიონებში კი, რეგიონებში გასვლა არ მეთქოს, რეგიონებთან ერთად და ჩვენი სამუშაო ჯგუფები და არის ამ როიალში პარტიები, რომელსაც ყავს მნიშვნელოვანი რეგიონული ქსელი და ყველა ჩვენი პარტიის რეგიონალური ლიდერი, ყველა პარტიის წევრი, რომელიც ანახლა საკრებულოს წევრი ამ მომენტისთვის, ან სამართლიანი არჩევნების პირობებში მომავალში აუცილებლად გახდებოდა. ყველა არის პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით. და კი, ჩვენ პირველივე შესაძლებლობაზე უნდა ვიყოთ ორგანიზებული, რომ ქართულ ოცნებას ის ორი მოთხოვნა, რა ორი მოთხოვნაც გვაქვს, ის ორი მოთხოვნა დავათმობინოთ მინიმუმ და მაქსიმუმ ქართულ ოცნებას მოუთხოვოთ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად პასუხი და ეს იქნება გარდამტეხი პერიოდი. მე ამაში ხმათ ვარ დარწმუნებული. ხოლო ვინც ითანამშრომლებს ხელისუფლებებთან, ეს არის ახალი მემარჯვენეები იყო თავის დროზე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იყო თავის დროზე თუ პარტია არ მახსოვს როგორ ერქვა, ასევე იყო აღორძინების კავშირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობდა და ითანამშრომლობდა. ეს ხო, როგორ არა, ეხლა რეჟიმის ალტერნატივაც იყო. მეორე მხრივ თანამშრომლობდა ერთი, მაგრამ მეორე მხრივ თავარი ალტერნატივა. როცა გაუჭირდა მოქალაქეთა კავშირს, დადგნენ მის დასაცავად. როცა გაუჭირდა მოქალაქეთა კავშირს, პარლამენტის ლეგიტიმაცია მიანიჭა პარტიის ნაწილმა, ვიცით ხო? ის პარტიაც გაუქმდა თუ აღარ არსებობს თუ არ ვიცი. შემდეგ იყო რეჟიმთან მოკავშირეობა და თანამშრომლობა არის პოლიტიკური პასუხისგებლობა. ირაკლი, თქვენ როგორ გონიათ, რომ თქვენ ამბობთ რომ ლელო დაიწყებს რეჟიმთან თანამშრომლობას, და მეუბნებით რომ განზღვარი იქნება? რეჟიმთან თანამშრომლობა ჩვენ არ თანამშრომლობთ, ისინი თანამშრომლობენ. არ არის, აი ძალიან მარტივ რაღაცას კითხვას დავსვავ და ვთხოვთ გამცეთ პასუხი. მე და თქვენ ისეთი სპორტი თუ გიყვართ, თქვათ რა ფეხბურთი რო ვითამაშოთ და წესები რო იყოს მხოლოდ ჩემი დადგენილი და ამ წესებში წამოყვეთ. ჩვენ ერთად ხო ვითანამშრომლებთ, ხო ვითამაშებთ საერთო თამაშს. ხო არის ეს სიმართლე? იგივეა ეს. საერთაშორისო დამკვირვებელი მოდის უფრო მეტი, ეს ერთი. ადგილობრივი დამკვირვებელია უფრო მომზადებული და უფლება აქვს რომ დააკვირდეს არჩევნებს, ეს მეორე. დავანებოთ შინაარსზე, პრაქტიკულ საკითხებს, აი როგორც თქვენ მკითხეთ, პრაქტიკული რა. ეს მეორე, მესამე ამომრჩეველი ოპოზიციური იქნება უფრო მოტივირებული და მხნედ. მეოთხე ადგილობრივი პრობლემებია უფრო და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემები და ამაზე ყურადღება გასამახვილებელი როცა დრო იქნება ამის და მალე იქნება მე დარწმუნებული ვარ თუ ის კონტექსტი რა კონტექსტიც ჩვენ ვიქნებით. რა უნდა დაპირდე აი კარზე რომ მიუკაკუნებ ამ მომრჩეველს და მიუკაკუნებენ ამ მომრჩეველს და ოპოზიციონერმა ამ მომრჩეველმა გაუღო კარი და რას ვპირდებით? აი რას ვპირდებით ოპოზიციონერმა მომრჩეველს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ამ ერთი ხაზგასმა ყველა ის ადამიანი ვინც თანამშრომლობს რეჟიმთან ბოიკოტის კამპანიის პირობებში რას დაპირდებით? ბოიკოტის კამპანიის პირობებში დაუპირდებით იმას რომ ჩვენ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ მოვაქცევთ წნეხში და საარჩევნო კამპანიაში მარტო ლელო კი არ იქნება წნეხში ან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ ქართული ოცნება იქნება უდიდეს წნეხში ჩვენი მხრიდან იქნება უდიდეს წნეხში და ეს ახლა წინასწარაც არ გვინდა, იმიტომ რომ აი არ ვიცი, აი ძალიან მარტივ რაღაც ჯელტმენურად არ იქცევიან. რატო არ იქცევენ წინ ჯელტმენურად? ჩვენ გუშინ წინ თქვით რომ 8 პარტია არ მონაწილეობთ არჩევნებში. თქვენ ხვალ რომ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ესე ვიღაცა ურჩია ვინმეს რომ ესე გადააგორებს 4 აგვისტომდე კი არა კი და შემდეგ რა და 4 აგვისტო ზაფხული მოდის აგვისტოა შემდეგ ვიღაცას არა მეგობრებო ესე ვერ მოხდება ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კამპანიაში როცა ისინი დაიწყებენ თუ დაიწყებენ ამ საარჩევნო კამპანიას ჩვენ როგორც ამ საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია გვეყოლება პრესში პოლიტიკურ პრესში და ამას ჩვენ ნახავთ და მე იმედი მაქვს რომ თქვენ მომიწვევთ მე ამაზე დავიმახსოვროთ ეს საკითხი და შემდეგ გვიმჟევთ ეს არ იქნება მარტივი გასეირნება აუ ძალიან მარტივი საკითხი იქნება მინდა რომ 6 თვის წინ პოლიტიკოსმა რო თქვა სიტყვა 6 თვის შემდეგ ის შესრულდეს ეს ერთი მინდა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მათ შორის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაც პოლიტიკური პროცესი დაასრულონ შვაგზიდან ბრუნდებიან და გადაერთვებიან სხვა პოლიტიკურ პროცესს
პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის ამას არიზავს. რომ დაიწყებენ A წერტილიდან და უნდათ რომ მივიდნენ B წერტილზე, მივიდნენ B წერტილზე და შემდეგ შეცვალონ პოზიცია და მაშინ თქვან, უყურეთ რა თქვან, კალანდარიშვილზე რო ამბობდნენ, რომ ის არის არჩევნების გამყალბებელი და კრიმინალი, არაერთია, ვიღაცა ცხვირისპირის დანაყვითაც ემუქრებოდა სხვადასხვა ეთერებში. რო ამბობდნენ რომ ეს ესეთი კაციაო, ჩვენ არ გვითხოვს ეგს, არავის დაუმუქრები ვართ, ფიზიკურად მით უმეტეს. რო ამბობდნენ ამას, ახლა რა გაკეთილშობილდა? ახლა აღარ დაწერს რომ გაკეთილშობილდა. აბა რას ამბობენ? ისინი ამბობენ რომ მაინც იმ ბრძოლის ველზე უნდა შევებრძოლოთ და ისინი რას ამბობენ კიდევ ერთი არგუმენტი არის ის რომ თუ კვლევები აჩვენებს იმას რომ თბილისში იგებს ოპოზიცია, რატომ არ უნდა ვცადოთ ამ კვლევების რეალობაში ასახვა და თუნდაც მოუწიოს ოცნებას არჩევნების გაყალბება. იქნებ ეს გახდეს დამატებითი მუხტიო. ამას ამბობენ ისინი. ფაქტიურად ორი ერთმანეთისგან განსხვავებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ და მათ შორის exit poll-მა, რომელიც დამეთანხმებით და თქვენ არ დარწმუნებულად ვიცით, Hardy Six's და Edison Research-იც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული იყო, ხო? არ თანამშრომლობა, ასე შემდეგ კონკურენტულიც კი. თითქმის ერთნაირი შედეგები გამოაცხადა. ანუ ფაქტიურად ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, მათ გაიმარჯვეს ქართულ ოცნებას. და რა მოხდა? 1 საათში ჩაატარეს ბრიფინგი და უბრალოდ თქვენს რომ ჩვენ 54% მივიღეთ. თუ ვინმეს უნდა არჩევნებში მონაწილეობა და მათ შორის პარტიული კვლევა გამოქვეყნდა, ხო? ერთ-ერთ ორგანიზაციის დაკვეთით. თბილისში ჩვენ პარტიას და ქართულ ოცნებას შორის განსხვავება. მათი კვლევით, პარტიული კვლევით არის 4%, ანუ 24% იქონდა თბილისში ქართულ ოცნებას, 20% აქვს კოალიცია ცვლილებისთვის. თუ ვინმეს უნდა უნდოდეს ამ არჩევნებში მონაწილეობა, ის რომ სამართლიანი და თავისუფალი. უნდა ვიყოთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის კრიმინალური არჩევნები და მისი შედეგები არის წინასწარ დაწერილი, გამოცხადებული. მინიმუმ 3 მერობის კანდიდატი ვინ შეიძლება იყოს დაჭერილია. სხვადასხვა უნდა ვთქვა რა. ნიკამელია რომელიც ახლა პატიმრობაშია, ჩვენი კოალიციიდან იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. მამუკა ხაზარაძე ალბათ იქნებოდა საუკეთესო კარგი ვარიანტი. გიორგი ვაშაძე. გიორგი გახარია საქართველოში არ არის და მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე სასჯელის საფრთხე შეიძლება დაარსებოს. ხა ვის უკვე ეს პირობა, ეს მოცემულობა. დავანებოთ რომ სხვა 60-ზე მეტი პოლიტპატიმარია თავი. დავანებოთ რომ პროტესტს აქვს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ევროინტეგრაციაზე უარი თქვით. ამ პირობებს რო თავი მინიმუმ ეს მოცემულობა არის საკმარისი იმისათვის, რომ არ ითანამშრომლო რეჟიმს. რეჟიმთან არ თანამშრომლობა არის ის, რაც რეჟიმს აწუხებს და ის, რაც ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა. ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას. ვინც რეჟიმთან თანამშრომლობას დააპირებს, მას ექნება აუცილებლად პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უღმეს მადლობა თემგოთევზა